ამ ავტომობილში უნდა იჯდეს მზია ამაღლობელი. ის რაღაც აწებას აჩვენებს აქ შეკრებილ ხალხს და ხელით რაღაც აწერას აჩვენებდა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. ეს მეტყველებს პირველ რიგში რეჟიმზე, რომელსაც იმის უნარი რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელი არის, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც გონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება. ის, რასაც მზიას ასე ვთქვათ, ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ არის თავდასხმა პოლიციას. მოუწიათ მათ ამის აღიარება, თუმცა 353 მუხლი ისეთივე სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. დამიჯერეთ, ეს არის დასჯის აქტი. მზია პირველი დღიდან მეუბნება მეს, რომ მოსამართლეს უთხრა, გახსოვთ, მან უთხრა, რომ რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. მე გამარჯვებულად ვთვლი თავს.